გარემოს საინჟინრო დაცვის ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სემინარი მიმდინარეობს. დისკუსია ეხება გარემოს ინჟინერიის, წყლის რესურსებისა და მშენებლობის საკითხებს. გაიმართა ახალი საინჟინრო 5-ტომეული სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის პრეზენტაციაც. ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი წარმატება, ჩვენი დღევანდელი კოლეგები ევროპიდან ჩამოდიან ჩვენ უნივერსიტეტში, როგორც ყოველთვის განიხილება საკითხები, რომელიც გარემოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ჩვენ გავიმარჯვეთ ერთ-ერთ სერიოზულ გასათვალ კონკურსში და მოვუგეთ რომის უნივერსიტეტს და სექტემბერში ჩვენთან ჩატარდება ევროპელ ინჟინერთა, ახალგაზრდა ინჟინერთა კონფერენცია. სემინარის ფარგლებში იქნება ასევე ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი თქვენი მონამორჩილიც არის მისი ავტორი. სამშენებლო ენციკლოპედიის პრეზენტაცია, რომელიც არის 5-ტომეული და თავიდან ბოლომდე მოიცავს სამშენებლო დარგის სხვადასხვა ტერმინების განმარტებას, რომელიც გამოადგება როგორც ჩვენ ქვეყანაში, ასევე ჩვენ ევროპელ კოლეგებს. საშუალება მაქვს მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იმართება. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. დიდ მადლობას ვუხდი ბატონ დავით გურგენიძეს, ის არის ჩემი დიდი ხნის მეგობარი. მაშინაც კი, როდესაც ვიყავი ბელოსტოკის უნივერსიტეტის რექტორი, მქონდა ინტენსიური ურთიერთობა და მხარს უჭერდით ერთმანეთს. დღესაც უკვე პროფესორის სტატუსით ამ უნივერსიტეტის გვერდით ვარ და მადლიერებას გამოვხატავ. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თემა, რაც გულისხმობს გარემოს ინჟინერიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის საკითხებს, რომლებიც პირველ ადგილას დგას იმ გამოწვევების ნუსხაში, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით.